თავი მეორე. 1879 წელი, თებერვალი. აჭარა და ქობულეთი, კინტრიშის მაზრა გაჭირვებულია. შველა ჩვენი ზნეობითი მოვალეობაა. აჭარელების გადასახლების ხმა. რათ და რისთვის, როგორ უნდა მოევლოთ და როგორ მოუვარეს. ყოველ მხრიდან ისმის, რომ ჩვენი მოძმენი აჭარელები და ქობულეთლები ძალიან სუც მდგომარეობაში არიან და ნუგეშსაც ჯერ აქამომდე არ საიდან მოელიან. წარსულმა ომებმა თუმცა ყველას მიაყენა აუცილებელი ზარალი, მაგრამ აჭარა და ქობულეთი ყველაზე მომეტებულად დაისაჯა. ამას ეჭვი არ უნდა, აჭარა და ქობულეთი ომის მოედნად გახადა ბედმა. იქ იდგა ცალკე რუსის ჯარი და ცალკე ოსმალოსი. ჯარების დგომა ნამეტნავად ერთი ერთმანეთზეც სამტროდ გალაშქრებულისა, რასაკვირველია კეთილს არ დააყრიდა ხალხს საზოგადოდ და უფრო იმ ხალხს საკუთრივ, რომლის მამულშიაც ჯარები იდგა და რომლის ბედი წინათვე არავინ იცოდა ვის ჩაუვარდებოდა ხელში. ამიტომაც აშკარაა, არც რუსი გაუფრთხილდებოდა ხალხის სიკეთესა და არც ოსმალო. არც რუსი მოიქცეოდა გულმტკივნეულად და არც თათარი. დროების 32-ში კარგად სხოულად არის აღწერილი გიორგი წერეთლისაგან ის საცოდაობა, რასაც წარმოადგენდა ქობულეთი ომის დროს და ომის მერმეთაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამც თუ გადამეტებულია, რასაც გიორგი წერეთელი გვაუწყებს, არამედ იმის ნატამალიც არ უნდა იყოს, რაც საცოდაობა აჭარას და ქობულეთს მიადგა ომის გამო. აუხრება ტყეებისა და მინდვრებისა, წვა და ბუგვა სოფლებისა და წიოკება ხალხისა, გარდახვეწა ზარდაცემულთა მცხოვრებთა, ამის გამო წარამარად დაღუპვა ხალხის ქონებისა, რომლის წაღებას თან არ შეიძლებოდა, უხვნელ უთესავად დარჩომა, ბოლოს სიკვდილი და სისხლისღვრა. ესენი სულ იმისთანათვისების უბედურებაა, რომელიც დიდხანს გასცევს და დიდხანს იქნება საგრძნობელი, თუ მთავრობა ეხლავე ხელს არ შეუწყობს ხალხსა, არ დააკვირდება მის აწინდილს მდგომარეობას, არ მიეშველება ფულით თუ სხვა ღონისძიებითა და თუ დროებით მაინც არ ამოუშვა ამ მოვალეობისაგან, რომელიც ხაზინის ინტერესს შეადგენს. ეს უკანასკნელი მაინც აუცილებელი საჭიროებაა ქობულეთის და აჭარისათვის. თუ მთავრობას სურს დაანახოს ხალხსა თავისი უკეთესი მხარე, რომლითაც იგი მართლა და სანატრელია ყოველის კაცისათვის, სახელდობ ის მხარე, რომლითაც სახელმწიფო თავის უწმინდა ეს მოვალეობად უნდა აღიარებდეს ხალხის შველას ყოველთვის და გაჭირვების დროს ხომ უფრო მის კეთილდღეობისათვის წადილს, ზრუნველობას და მხურვალე გულდადებას და ამ შემთხვევაში ზოგვა და ძუნწობა საბოლოოდ საქმის წახდენაა და ღალატი სახელმწიფო საქმისა. ეგ შველა და ხელუხობა სახელმწიფოსი მით უფრო არის სასარგებლო, რომ თვითონ სახელმწიფო არასფერს დაჰკარგავს. ხალხი, ფეხზეც წამომდგარი, უფრო უკეთესი ღონია სახელმწიფოსათვის, ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული. მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეთი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა. აქ ყოველივე შესაწირავი, ყოველივე სანთელ საკმეველი გზას იპოვის, გლეხისა არ იყოს და სახელმწიფოს გარდამეტებით დაუბრუნდება. ჩვენ და სამწუხაროდ ისმის, რომ ეს სანატრელი მხარე მთავრობისა ფეხადგმული არ არის ჯერ აჭარასა და ქობულეთში, თუმცა მოხელეთა შორის იმისთანა პატიოსანი და ხალხის გულშემატკივარი კაციც არის სხვათა შორის, როგორც თავადი გრიგოლ გურიელი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ერთის მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს არ მოიყვანს. ნამეტნავად კინტრიშის მაზრაა თურმე საშინელს ყოფასა და გაჭირვებაში. რომ მართლა იგი ყოფა და გაჭირვება საშინელია, მარტო ის ამტკიცებს, რომ თვითონ მთავრობას საჭირო დაუნახავს იმისი გამოცხადება საქვეყნოდ. ვინ არ იცის, რომ ამისთანა ამბების გამოცხადება მთავრობას ყოველთვის ეძნელება და ემძიმება ხოლმე. სჩანს, მართლა დიდი უბედურობა უნდა ტრიალებდეს კინტრიშის მაზრაში, რომ მთავრობა იძულებულ იქნა ეგ უბედურობა ყველასთვის ეუწყებინა. მთავრობა მიშველები აკიდეს გაჭირვებულს ხალხს, მაგრამაო იგი შველა საკმარისი არ არისო. ჩვენ ეს არ გვესმის, რატომ იმდენად არ მიშველებიან, რამოდენადაც საკმარისია. რაო, სახელმწიფოს იმოდენა ღონი აღარა აქვს თუ სხვა რამ მიზეზია. განა ამისთანა შემთხვევაში უღონობის გარდა სხვა რამ მიზეზით შეიძლება რომ იყოს. უღონობა კიდევ ჭკუაში მოსასვლელი არ არის. სახელმწიფოსათვის ერთის მაზრის შენახვა თუნდ მთელს წელიწადს წვეთია ზღვისათვის. ფიქრობთ და ვერ მოგვიფიქრნია, რით ავხსნათ ეგ ნამცეცების მიცვდა, როცა ხალხი ერთის მთელის მაზრისა შიშველ ტიტველი, მშიერ მწყურვალი თვის გარეშემო ჯოჯოხეთს აღგრძნობს, ან სულ ჰო, ან სულ არა. აქ ორწყალშუადგომა უადგილოა და ამაზედ მეტიც თუ სწორეს გვათქმევინებთ. ჩვენ ამითი იმის თქმა კი არ გვინდა, რომ რაკი მთავრობა ამის თანაებში მოვალე და ყოვლად შემძლებელი ღონე, ჩვენ გულხელი დავიკრიფოთ და გულგრილად ვუყუროთ ჩვენი ძმების უბედურებას. გულგრილად და თუნდ ცარიელის გულის ტკივილითაც შევყუროდეთ, როგორ თრთის და იკრუნჩხება შიშველი ბავშვის სიცივისაგან, როგორ უკვდება იგი კალთაში შიმშილისაგან ძუძუ გამშრალს დედას,
როგორ ტყის ნადირსავით დაძრწის ღონე მიხტილი დამშეული მამა, იმედ დანთქმული, რომ რითიმე მიეშველოს შიმშილისაგან სულთ მობრძავს ოჯახსა. გარბის ამ ოჯახიდან შორს, რომ თავისის თვალით არ დაინახოს გულსაკლავი სურათი კარზედ მოდგომილის სულთამხუთავისა, არ დაინახოს თავისის ცოლის, თავისის შვილის, თავისის ძმის, დის, თვისისა და ტომის სასოწარკვეთილი ყოფა, არ გაიგონოს თავისის ყურით ამაო ძახილი ცოლისა, კაცო გვიშველე ვიხოცებით, საწოდავი კნავილი ბავშვისა, მამავ, პური, გარბის თვითონაც დამწვარი და დადაგული შიმშილისაგან, გარბის შორს, გარბის და გზნობს, რომ სამუდამოდ ეცლება ხელი და მყოველივე ის, რისთვისაც ცხოვრობდა, რისთვისაც სულდგმულობდა, რისთვისაც იღწოდა. ყოველივე ის, რაც მისთვის ყველაზე უზრიფასესია. გზნობს და გულს უბზარავს მწვავე ტკივილის სასოწარკვეთილებისა, უიმედობისა და უღონობისა. ანარადა დგას ამ საშინელი სურათის წინ, უღონო, უილაჯო, თვალებ ჩაცვივნული, ნაწლებ ამომწვარი შიმშილისაგან, დგას და უყურებს, რომ თვალწინ უკვდება ცოლი, უკვდება შვილი, უყურებს და იწვის, იდაგვის, რომ არსაიდამ ხსნა არ არის, არსაიდამ შველა, და თუ რამ ნუგეში აქვს, ეგ ის ნუგეშია, რომ მეც შიმშილი დღესა თუ ხვალე ამომხდის დაუძლურებულს სულსო და ჩემს ცოლშვილს საიქიო შევეყრებიო. იცით მერი ამის თანაყოფა რა ტანჯვაა, ნამეტნავად მაშინ როცა ხედავ, რომ გარშემო მთელი მაზრა, 1000 ღვთის კერძო ადამიანი წივის, კივის, გვიშველეთ, შიშვლები, მშივრები ვიხოცებითო, ეგ მთელი ჯოჯოხეთია, მთელი. აბა ახლა წარმოიდგინეთ, ეს ჯოჯოხეთი რამოდენად გაძლიერებული უნდა იყოს იმ კაცის გულში, რომელიც მაკყოფაშია ჩავარდნილი და გვერდით ხედავს თავის ძმას, რომელსაც შველა ცოტა თუ ბევრად შეუძლიან და არ შველის. ქართველობავ, ნუ იქ მაგ სამარცხვინო საქმეს. ხელი გაუწოდე შენ ძმებსა და დებსა, რომელნიც დღემდინ შენთვის დაკარგულნი იყვნენ და რომელნიც დღეს შენთანვე მოვიდნენ. შევეწივნეთ, რიცაც შეგვიძლიან, ფულით, საჭმლით, საცმლით, ხორაგით. ამას ითხოვს ყველასაგან საზოგადოდ კაცთმოყვარეობა და ჩვენთვის კი საკუთრივ ზნეობითი მოვალეობაც ძმისა ძმის წინაშე. შევეწიოთ და ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაც არის. ვაჩვენოთ, რომ ძმათა სიყვარული ჩვენშიაც ისე ყოვლად შემძლებელია, როგორც სხვაგან. ვაჩვენოთ, რომ ჭირში ჩვენც ვიცით დახმარება. ვაჩვენოთ, რომ ძმობა, ერთურთობა, ერთმანეთის შველა და გატანა უქმის სიტყვა არ არის ქართველობისათვის. აქ უკან დახევა სირცხვილია ყველასათვის და ჩვენთვის ხომ სირცხვილზედ მეტიც. ჩვენ გაჭირვებულების ძმები ვართ, ძმები. ეს არასდროს და არას შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს ქართველობამ. ამ ძმობაში გამოიკვანძა ჩვენი ბედი. ამ ძმობამ ჩვენის ბედნიერების კვირტი უნდა გამოიტანოს. ქართველობავ, ჩვენი უწმინდესი ვალია, უნდა მივეშველნეთ. ღარიბნი ვართო ვიძახით, მაგრამ ქვეყანაზე მარტო ღარიბმა იცის რა არის შველა, რა არის ძმობა გაჭირვებაში. ამიტომაც უფრო იმედი გვაქვს, რომ ყოველ სფეროში გულუხვი ქართველი ქველის საქმეში უფრო გულუხვობას გასდევს და არ დაიზარებს გაჭირვებულ ძმათათვის შესაწირავს. რედაქციები ივერიისა და დროებისა ყოველ დღე მზად არიან მაგ შესაწირავის მისაღებად. ჩვენ ვურჩევთ, რომ შემწირველთა უფრო დროების რედაქციას მიხმართონ, რადგან დროება ყოველ დღე გამოდის და ამის გამო მას შეიძლება ყოველ დღე აუწყოს საზოგადოებას შეწირულის ფულის ანგარიში და ამასთანავე შემწირველთა სახელებიცა. აბა ქართველობავ, ეხლა შენ იცი როგორ დაანახვებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა. ეხლა შენ იცი როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა პაპად ანდერძს, ძმა ძმისთვისა და შავი დღისთვისაო. ეხლა გამოჩნდება ეს ანდერძი შენთვის ცარიელი სიტყვა თუ სავსე საქმეა. ეხლა გამოჩნდება შენ მარტო დღევანდელს დღეზეთ ხარ მიბმული თუ ხვალისათვისაც სწუხ და ფიქრო. ყოველივე ეს უბედურება, რომელიც თავს დასცემია აჭარა ქობულეს და მისი უნუგეშოდ ყოფნა დიდ განსასწრელში ჰყრის ახლად შემოერთებულ ქვეყნის მცხოვრებელთა. რუსულ გაზეთ გოლოსში დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია და მერე სხვა გაზეთებშიაც გადაბეჭდილა, რომ აჭარელები აყრას ფიქრობენ და ოსმალეთში გადასახლებასაო. ამის მიზეზი იცის, როგორც ეტყობა კორესპონდენტმა, მაგრამ გამჟღავნება მისი შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა ვერ მოუხერხებია. რუსული გაზეთები კი ამბობენ, რომ ხალხის აყრა და ჩვენი გადასახლება ოსმალეთში ისეთი მძიმე და ღირსშესანიშნავი ამბავია, რომ აქ დამალვა ნამდვილის მიზეზისა ცოდვა არისო და დიდი დანაშაულიაო სახელმწიფოს წინაშეო. ჩვენც ამაზრისა ვართ, მაგრამ რას იქ?
თუ მართლა აჭარა აიყრება და გადასახლდება, საკვირველი რამ იქნება, თუ შენ სიტყვი მკითხველო, ხალხი რათ უნდა მიიზიდებოდეს ოსმალეთში. მერე როგორ? თავის მამა პაპეულის ბინას, სახლს, კარს, მამულს, დედულს, მამათა სალოცავს, მამათა საფლავს, სულ ყველაფერზე ხელს უნდა იღებდეს ხალხი და ოსმალეთში მიდიოდეს. გაგონილა? საკვირველი ამბავია. ნუ თუ რაც უნდა იყოს რუსეთის ხელში ყოფნა არ უნდა ერჩივნოს ვიდრე ოსმალეთის ხელში. ნუ თუ ხალხი სტოვებს ყველაფერს, რაც კი მისთვის ძვირფასია, სტოვებს, ვიმეორებთ, მამულს, დედულს, სახლ კარს, ადგილს, საცა დაიბადა, საცა გაიზარდა, საცა უმარხია დედა, მამა, ძმა და მიდის სად? ოსმალეთში? რაო, რა ამბავია? მოჩვენებაა შეშინებულის გონებისა თუ მართლა მართალი ამბავია? რათ მირბის ხალხი? მერე როგორ მირბის? ვიმეორებთ, სულ ყველაფერს სტოვებს, რისთვისაც კაცი თავს იკლავს ხოლმე მთელი თავის დღენი, რისთვისაც ზრუნავს დაბადების დღიდგანვე, რისთვისაც იხსვის და ამ წუთი სოფლის ტანჯვას ითმენს, რაც უყვარს, რასაც შესტრფის, რასაც შეხარის, რასაც დღესასწაულობს. დიახ, სტოვებს და მიდის სად? ოსმალეთში. ეს რა ამბავია? რა ამბავია? ადამიანი კიდევ ადამიანია ქვეყანაზე თუ განადირდა, გამხეცდა, რომ გვერდით ადამიანს ვეღარ იყენებს, ვეღარ იშვნევს, ვეღარ ითვისებს, ხალხი თავის ათასწლობით დამკვიდრებულ ბინიდან იშლება და მიდისო. ეს დაუჯერებელი ტვინის შემარყევი ამბავი მხოლოდ შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ხალხს ეტყვიან ან აქ სიკვდილი, ან იქ სიცოცხლეო. სხვა არამიზეს არ შეუძლიან ხალხს ასე თავი გამოამეტებინოს, ასე ხელი ააღებინოს თავის ბინაზედ, თავის მამულზედ, თავის დედულზედ და გარდახვეწოს ვინ იცის საით. რა მიიყვანა საქმე აქამდე, ამ განწირულობამდე, ამ სასოწარკვეთილებამდე? რამ და იმანაო ამბობენ ყველგან, რომ ამ ახლად შემოერთებულ ქვეყანას კალიასავით მიესია თურმე ყველა კალიაზედ უფრო მსუნაგი, უფრო ხარბი, უფრო გაუმაზღარი წვრილი ჩინოვნიკობა. რაოდენიმე კაცის გარდა ასეთები არიან თურმე დანარჩენები, რომ როცა იმაც ამბავს ლაპარაკობენ, თმა ყალხზე დგება. ამათ შორის საცა გამოგდებული სამსახურიდან კაცი იყო თურმე, საცა გამოუსადეგარი, უხეირო, თავზეთ ხელაღებული იყო, იმ ახალ ქვეყნებში მოხელეობა მიიღო. აბა რა კეთილს დააყრიან ხალხს, აბა რა მხრით დაანახებიან ისინი რუსის მთავრობასა, რუსის მმართველობასა. არავის ეჭვი არ აქვს, რომ თუ ეს სამარცხვინო საქმე მოხდა და აჭარა გადასახლდა, ბრალი იმათ უნდა დაედოთ, ვინც მოხელეთაგანი აქამდე მიიყვანს საქმეს.